მოდერნისტული არქიტექტურის ეს უნიკალური შენობები 19 საუკუნის მეორე ნახევარში გიორგი რომანოვისთვის აიგო. ზამთრისა და ზაფხულის საიმპერატორო სასახლეების ასაშენებლად ევროპიდან სპეციალურად ჩამოიყვანეს იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი არქიტექტორი ოტო სიმანსონი. საიმპერატორო ტახტის მემკვიდრე, დიდი თავადი გიორგი, მოგვიანებით ამ რეზიდენციიდან გადაასვენეს სანქტ-პეტერბურგში. ის 29 წლის ასაკში დაიღუპა. ამ უნიკალური კურორტის არქიტექტურა და სიდიადე, სადაც ევროპის უმდიდრესი თავადები და თურქეთის ხანები ისვენებდნენ, მხოლოდ მე-19 საუკუნის ფოტოებზე შემორჩა. აჩრდილად. სადმე ანალოგიური კომპლექტი, ასე ვთქვათ, მკურნალობის დასვენების და გაჯანსაღების და პლუს ამას კიდე უნიკალური ულამაზესი ბუნება. ეს რამოდენიმე მეტრში ობსერვატორია. ახლა 150 მეტრი გვაშორებს. ალბათ მეტი არა. ეს ახლოს მიმდინარეობს ჩეხვა. აი ეს ახლოს მიმდინარეობს ხის ჩეხვა, იმიტომ რომ ეს უკვე ეს ქვედა ნაწილი ეკუთვნის ადიგენის სატყეოს. და ნუ აი ესეც საშინელ მდგომარეობაშია მთელი ტყე, როგორც ხედავთ, მე გაჩვენებთ მე ძველ სურათებს, სადაც ტყე აბსოლუტურად დაბურული. და ხარი გამჭვირვალე ისეთი, სადაც კიდეთ გაიხედავთ. და ესეთი როგორ ვთქვათ, სიცარიელები ჩდება უკვე ნელ-ნელა. კი. ამ უნიკალურ. და რაც თავარია, გადის დიდი რაოდენობით ფიჭვი. და მოგეხსენებათ, რომ ეს ფიჭვი ქმნის აბასთუმნის მიკროკლიმატს, არ იქნება ფიჭვი, არ იარსებებს კურორტი. ეს ხეტყი სადმე ედინება.
ზადგური მოხმარებისთვის მე მგონი იცით რა, ზუსტად მე არ ვიცი ეს სად მიედინება. ნუ არის აგრეთვე რომ გაზი არ არის აბასთუმანში და ეს გაზის უქონლობა. კი, მაგრამ ამ ხელა ტყის მასივები. მაგრამ ეს ტყის მასივები ეს ამის თქმა მინდა და რომ ეს საშეშე არ არის მხოლოდ. აღმოჩნდა რომ საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია ყოფილა მხოლოდ ჩატარებული 92 წელს და ლიცენზიებს გასცემენ 92 წლის ინვენტარიზაციის შედეგებით. ანუ სავალალო სიტუაცია გვაქვს. ნუ ტყის ალბათ ნახევარზე ცოტა ალბათ დარჩენილი და ისევ იმ შედეგებით გასცემენ დღეს თუ ტურისტული ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს თუ რაღაცა ტურისტი გვინდა შემოვიდეს ალბათ ესეთ დღეში არავინ არ მოვა მას არავინ არ ნახავს. აქ ჩვენ ვიწერთ საქართველოში ყველაზე თანამედროვე კურორტის მშენებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველას ვისაც შეუძლია მუშაობა ხალხს მშენებლობაზე, ყველასთვის იქნება სამსახური. და აბასთუმანი ნუ გესმოდეთ, სადაც ცენტრში ყველაფერს უკვე რა, იმიტომ რომ აბასთუმანი იყო ყოველ რაღაც მიკროებულში. ეხლა გზა საირმეზე ვაფკეთებთ ბოლომდე და იქნება წყალტუბო, ქუთაისი, საირმე, აბასთუმანი, მე ახალციხის სასწაული, მე ბორჯომი და თქვენ ხართ ზუსტად შუაში. აქ უნდა ყველთელი გამოცდილება რაც მივიღეთ მშენებლობის ამდენი წელი, აქ უნდა ამის მატერიალიზაცია მოახდინოს. ჩვენ ცოტა გვახასიათებს ეს ნაჩქარეობა და აბასთუმანში არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში არა კვალიფიცირებული და ნაჩქარევი ქმედებები. იმიტომ დაიკარგა მთელი აზრი ამ კურორტის ისეთი არქიტექტურა უნდა იყოს ავთენტური როგორც იტყვიან და მასში იქნება სიძველეში იქნება ძირითადი ღირებულება რომელიც მოიზიდავს ნახვას ტურისტებს და დამსვენებელს. თუ ეს იქნება ახალი გაკეთებული რომელიც ამბობს ვითომ ძველი ვარ ამას არავინ არ დაიჯერებს. ნამდვილი ჭეშმარიტი სიძველეა ის რასაც აფასებს ტურისტი. ჩვენ აუნაზღაურებლად კარგავთ იმას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომში ამის აღდგენა იქნება წარმოუდგენელი, როცა მოხდება ესეთი უხეში ჩარევა და გაუაზრებელი ნაბიჯები ამ მიმართულებით. როგორც თითოეული გადავა გაზაფხულზე მომავალ წელს 2015 წლის მოდერნიზაციის გამო 2015 წელს აქ უნდა იყოს კარლოვი, ბადენ-ბადენი, ბორჯომი და ყველაფერი დანარჩენი ერთად აღებული. არ ვიცი, რატომ დაიჯერა რომ დიდი არქიტექტურიან გემოვნება, ფერშიან არქიტექტურა მე შეწყვეტავს ყველაფერს არა. მანახე რა გინდა გააკეთო. არაფერი გამოიტანე საჯარო ხელოვაზე. იქნებ მოგიწონოს. ამას არსებობს გეგმა ამბობენ რომ უკვე არის, მაგრამ არავინ ამას ეს ხო სულ ესეა ერეკლეს მოედანზე. კურორტის განვითარების გენერალური გეგმა 2007-2008 წლებში შედგა. პროექტზე კომპანია გეოგრაფიკი მუშაობდა. ამ კომპანიას აბასთუმნის განვითარების სტრატეგიისა და ხედვის გარდა იმავე 2008 წელს გაკეთებული აქვს ბათუმის, ბორჯომის, ბაკურიანის და თბილისში მთაწმინდის განვითარების გენერალური გეგმა. კურორტ აბასთუმნის ქალაქ-მშენებლობის დოკუმენტაციაში, რომელიც კომპანიის საიტზეა განთავსებული, კითხულობთ, რომ სამუშაოების დამკვეთი საქართველოს მთავრობაა. აქვე საკმაოდ მოკლედაა ნათქვამი თუ რა სამუშაოები შესრულდა აბასთუმნის განვითარების სტრატეგიის შესადგენად. რა გეგმა შეიმუშავა გეოგრაფიკმა კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დაკვეთით და რა პერსპექტივა ელის აბასთუმანს მეოთხე წელია კონფიდენციალური ინფორმაცია რჩება. რა პროექტი სასწრაფოდ მესაკუთრე არის სააგენტო. რომელი სააგენტო? კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო. ამიტომ ყველა ასეთად უფლება, პასუხისმგებლობა, ინფორმაცია, შინაარსი, დეტალები ნიკა ვაჩეიშვილი. ხა გიორგი გოცილიძე არის მაგ პროექტის თავარი მენეჯერი იყო მთელი. გიორგი გოცილიძეს ველაპარაკეს სწორედ და მან თქვენთან გადმოვა ამის სამართალთან. კი ბატონო, რა ვიცი, თქვენ თუ დააგვირეკავთ, ეხლა უბრალოდ არ ვარ თბილისში, ნათია მურაჩაშვილს დაურეკეთ ჩვენ პრესდივას და დაგიგებთ ყველაფერს და ფორმაზე შეთანხმდით ყველაფერზე და გავაკეთეთ. გავიხსენდი, რამდენად დროულია მისი შექმნა ამ პროექტზე, ფილმის შექმნა, დოკუმენტური ეს არის სიუჟეტი, ფილმი მე მგონი სხვა ფორმატს მოიცავს და ცენტრში უნდა იცოდეთ ეს და ამიტომ დოკუმენტური ფილმისთვის ახლა რამდენად ჩვენ ჩავცილეთ საჭიროებს რომ ამ ეტაპზე რაღაცა ფილმი არსებობდეს ეს უკვე სხვა სტრატეგია და მე გავარკვევ ამ ყველაფერს ნახავ პროექტი რა ეტაპზეა და პროექტის ეტაპი განსაზღვრავს უკვე შემდეგ ფილმი მომზადდეს თუ არა და ეს არის სწორად ჩვენს ინტერესებში არის სხვა ბევრი პროექტი ძალიან საინტერესო რომელიც განხორციელდეს თქვენ შეგიძლიათ უკვე დასრულებული პროექტები ნახოთ ეს რომელიც ნახაზების ფორმატში ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ რომ არ ამგონია რომ ჯერ იყოს მიზან შეწყვეტილი
სქემა არის რაღაც ტარიფები, არჩევნები და ასე შემდეგ. და ქართული კულტურის უნიკალური ძეგლები, უნიკალური ქალაქები ეწირება არჩევნებს, რაღაც თარიღებს და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე ცუდი რაც ხდება რა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის გაუაზრებლად კეთება არ შეიძლება და ის ადამიანები შეიძლება დღეს არა, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ და სერიოზული პასუხი მოეთხოვებათ, თუნდაც სიჩუმისთვის ხშირად, აი გულგრილობისთვის, რასაც ისინი სჭადიან. მე აქ მხედველობაში მყავს არქიტექტორები, რესტავრატორები, ისტორიკოსები და ასე შემდეგ. ეს სახლი უშენებია ჩამოსული ყოფილა მოწვეული გერმანელი არქიტექტორი რიხარდ როშერი და ეს სახლი არის გოთური სტილის სახლი. ამ სახლს აღდგენას უპირებენ ისევ ძველ სტილში. ასეთი გოთური სტილის სახლები იშვიათობაა თურმე მსოფლიოში. ღია ბალკონებით ეს მოშენებული უკვე თავისი იერი აღარ აქვს. ხო, ამას არაფერი როგორც იყო, ისი არის. აი უყურე, ეს იყო ალეია. აქ იდგა სულ სკამეიკები, ზოგან კიდევ არის შემორჩენილი. იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც დღეს კეთდება ეს ძველი ქალაქები, თქვათ, ხო, სიუნაგი, თბილისი, თქვათ, ქუთაისი და ასე შემდეგ. ჩემი აზრით აბსოლუტურად წარმოუდგენელია იგივე მიდგომით დავიწყოთ ისეთი კურორტის რესტავრაცია, როგორც არის აბასთუმანი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სპეციფიური და მე გამიჭირდება დღეს თქვა, რომ ვინმე თქვათ სრულყოფილად შეძლებს აი ამ კურორტის თქვათ მთლიანად ესე მოდი ესე ვთქვათ რესტავრაციას და მიცემას იმ სახის, რა სახით მას ჰქონდა. აქ ჩამოდიოდნენ ევროპელი არქიტექტორები, ევროპელები, გეგმარებლები და შესაბამისად ეს კურორტი მათი შექმნილია. ფაქტობრივად ეს არის უნიკალური ადგილი თავისი მნიშვნელობით. ეხლა დღევანდელი მდგომარეობას რო შევეხოთ აბასთუმნის რა პრობლემების წინაშე დგას აბასთუმანი. მას აქვს რა თქმა უნდა უზარმაზარი პოტენციალი გახდეს საერთაშორისო დონის კურორტი, მაგრამ ჭირდება ინვესტიციები, ფინანსირება, ჭირდება ძალიან ყურადღებიანი რესტავრაცია, ადაპტაცია ამ ძეგლების, აღდგენა თითოეული არქიტექტურული დეტალის, რომელიც უნიკალურია. დღეს როცა რაღაც გარკვეული დაფინანსება მოიპოვეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და შესაბამისად ბიუჯეტითაც, აღმოჩნდა რომ ეს ხალხი აკეთებს კიჩს. ან არიციან რას აკეთებენ, ან კიდევ იმის გამო რომ თქვათ კონკრეტულ დაფინანსებას, თქვათ კონკრეტული დაფინანსება წავიდეს მათი მიმართულებით, ამას წირავენ ქართულ კულტურას. აბასთუმნის ობსერვატორიას მეცნიერების ამ დარგისათვის საინტერესო ისტორია აქვს. პირველი საბჭოთა სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია სწორედ აქ ყანოვილის მთაზე 1932 წელს დაარსდა. იგი საკავშირო აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ ფინანსდებოდა. ობსერვატორია გამოირჩეოდა თანამედროვე მიდგომით და ერთ-ერთი წამყვანი იყო საბჭოთა ბანაკში. დაარსებისთანავე დირექტორად 25 წლის ევგენი ხარაძე დაინიშნა, რომელიც მომავალში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის და საერთაშორისო ასტრონომიული საზოგადოების პრეზიდენტი გახდა. ყანოვილის მთიდან მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მეცნიერები მზეს აკვირდებოდნენ. ეს კვლევები აქტიურად გამოიყენებოდა კოსმონავტიკაში. აბასთუმნის ტელესკოპების მეშვეობით მსოფლიომ ორმაგი ვარსკვლავების არსებობის შესახებ შეიტყო. ეს უნიკალური აღმოჩენა იყო. ევგენი ხარაძესთან ერთად აქ არაერთი დიდი მეცნიერი მოღვაწეობდა: მიხეილ ვაშაკიძე, როლან კილაძე, გიორგი თევზაძე. მათი სახელობის ციური ობიექტებიც კი არსებობს.
აბასთუმანი არის ძალიან კარგი ადგილი ასტრონომიული დაკვირვებებისათვის. პირველი ესე იგი ტელესკოპი დადგა რუსმა მეცნიერმა პეტერბურგიდან ნიკოლოზ გლაზენაპმა. და ეს შემორჩენილია დღემდე პირველი ტელესკოპი მისი და მე გავრცელდა მერე შმიტის ორგუმბათიანი ობსერვატორია აშენდა. ეს ყველაფერი ხდება აბასთუმნის თავზე, ყანობილის მთაზე. ულამაზესი ადგილია, ძალიან გამჭვირვალეც ატმოსფეროა და იკითხება ვარსკვლავები ძალიან კარგად და ეს გამოქვეყნდა ეს მეცნიერული კვლევები ევროპაში აბასთუმნის სახელი კიდევ უფრო გახდა პოპულარული და ცნობილი. აღმოაჩინეს თუ არა ვცდები ორმაგი ვარსკვლავები აქამდე უცნობი და ასე შემდეგ. 1985 წლამდე ობსერვატორიას კარგი დაფინანსება ჰქონდა. არავინ ელოდა კრიზისული 90-იანების ვითარებას, როდესაც ობსერვატორიის გადარჩენის საკითხი თავდადებული თანამშრომლების გმირობის თვალსაზრისით იყო. $2007 წელს ობსერვატორიას სხვა მრავალი კვლევითი ინსტიტუტების ბედი ეწია. მან დამოუკიდებლობა დაკარგა. ახლა ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაა. 90-იანებთან შედარებით მდგომარეობა თითქოს გაუმჯობესდა. თუმცა პრობლემების შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. სამწუხაროდ, ამ თემაზე საუბარს ობსერვატორიის თანამშრომლები ჩართული კამერის წინ ვერ ბედავენ. აი ხა მაინც რა იქნება გამოსავალი წინ არის საჭირო გაკეთდეს. გამოსავალი ახლა ის არის რომ ხელისუფლება უნდა კურატორმა მიაქციოს ახლა გადინება მოხდა კადრებისა, ასტრონომისა. დღესდღეობით ფაქტურად ობსერვატორიაში ახალგაზრდა არ აქვს. დღესავად რაღაცა აი ბოლო 20 წელი მოხდა ესე რომ ისინი წინ წავდნენ ჩვენ ჩამოვარჩ. ჩვენ რაღაცა 78 წლის მერე ტელესკოპი არ დადგმო ობსერვატორიაში. ლეკიდან გამომდინარე შეიძლება რომ იყოს რა თქმა უნდა მაგრამ არის რაღაცა იცი როგორი სუბიექტური მიზეზებია რომ რაღაცას რაღაცა არ მოსწონს და რაღაცებში ხომ რაღაცა საქმე გუჭდება ხოლმე მთლიანობაში მაგას ერაკოს ვერტ უნივერსიტეტს რო ხარ არცინოს თანხები კი არა ხელფასების დადებულება და პრობლემები შეიქმნა გუჭ ეს სახელმწიფო თუ თემაში სახელმწიფო თუ არ ჩაიდეს მაგრამ უნივერსიტეტი ერაფეს ვერ გახდება არის ინტერესი თუ არის ხება ლოქნა თუ გინდა ეს კამერა გამოვტაგე რომ მოხდინათ ისტორია ასე მოდის რომ ცხოვრობდნენ აქ აბაზაძეები იყვნენ ხაბაზები პურის მცხოვრებლები იქიდან წარმოიშვა სახელი აბასთუმანიო ხაბასთუბანი აბაზაძეების უბანი და ამ ტყეღრეში რომ ამდენი სოფლები იყო ესენი ამარაგებდნენ თურმე ამ პურით და ამ კვების პროდუქტებით მე-19 საუკუნის შუა რიცხვებიდან აბასთუმანი ხდება ცნობილი მთელ რუსეთის იმპერიაში და საზღვარგარეთაც და ბევრი მკვლევარების შეფასებით აბასთუმნის მნიშვნელობა და პოტენციალი აღემატებოდა ისეთი კურორტს როგორც იყო ბადენ-ბადენი და მას უწინასწარმეტყველებდნენ ამ წარმატებას ოდესღაც მომავალში იმდენად პოპულარული იყო და იმდენად 5000-მდე დამსვენებელი ჩამოდიოდა უკვე იმ პერიოდში აბასთუმანში აი ესეთი ქვიშენობაა თავისი აი ესეთი მანსარდული ერთი ქვიშენობა ცოტა საინტერესო აი ესეთი ეს თანამედროვე და ახალი არის არაფერი აქ იყო საზაფხულო კინოთეატრი მერე პრივატიზირებულია და ახლა ასე ეგ ეწოდებული აბასთუმნის ცენტრი
მათ მახსოვს რომ იყო ძალიან ლამაზი, ჩემს ჩამოსვლამდე ეს დაიწვა ყველაფერი იყო რაღაცა გასწინი დრო. ესეთი ხო, ესეთი იყო რაღაცა ულამაზესი. ქართული ის კონფიგურაციის შენობა იყო. გიორგი ალექსანდრეზე საუბედუროთ დაიღუპა პირდაპირ აბასთუმანში 29 წლის კაცი იყო ძალიან უცნაური ვითარებების პირობებში, ესე იგი გაისეირნა მოტოციკლეტით, მაგას ეწოდებდნენ ველოსიპედს ბენზინის ძრავით, ანუ ტრიციკლი, სამბორბლიანი მოტოციკლეტით გაისეირნა და გადმოვარდა თუ რა მოვიდა, ეტყობა ცუდად გახდა ამ გასეირნების დროს. გიორგი ალექსანდრეზე იყო ტახტის მემკვიდრე, რადგანაც მაშინ ნიკოლოზ მეორე ჯერ ვაჟიშვილი არ ყავდა და უფროსი ძმა ითვლებოდა ტახტის მემკვიდრედ, ეს იყო უზარმაზარი ფიგურა. ხო და ძალიან ბევრი მოთქვა მოყვა ამ შემთხვევას, რადგანაც მართლა უცნაური იყო ის, რატო გაუშვეს მოტოციკლეტით სასეირნოდ მარტო, თუ აკრძალული ქონდა მოტოციკლეტზე დაждდომა. და მე რატო არ გაყვა დაცვა? რაც მართალია, როცა საკავშირო მნიშვნელობის დახურული ინფექციური კურორტი იყო, ძალიან უმაღლეს დონეზე უდიდნენ. მთელი საბჭოთა კავშირი აქ ისვენებდა, 10 სანატორიუმი იყო, ქვევით იყო სამხედრო სანატორიუმი, აქ იყო ნომერ პირველი სანატორიუმი, მერე სანატორიუმი ვარძია. იყო საკმაოდ კარგი წესები განაშენიანების, არ შეიძლება ქაოტიური განაშენიანების დადგმა, ყველა სახლს ჰქონდა ადგილი, მოძებნილი ზომა, წონა, ორსართულიანები იყო, თითქმის ყველა ერთსართულიანი სახლები. იყო წესი, რომ არ შეიძლება ღობეების გაკეთება საერთოდ, შემოღობა ნაკვეთის და კურორტი უნდა ყოფილიყო თავისუფალი სასეირნო ყველასთვის. კულტურა სხვათა შორის გახდა რაღაც ესეთი თემა რა, ესეთი საყოველთაო თუ შეიძლება ესე ითქვიან და ექცევიან ამას ძალიან უდიერად. რაც თავარია, ამით ხას უსვამენ თავიანთ მნიშვნელობას, როცა ძალიან ადვილად, მარტივი გადაწყვეტილებებით, ძალიან მცირე დროში შეუძლიათ ჩაერიონ იმ ურბანულ და კულტურულ ქსოვილში, რასაც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართველი ერი. ამით თავის მნიშვნელობას ზრდიან თავიანთ თავში. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის